ძაღლობები. აუ, დავაი, ვიხები რა. აი ეს პერიოდი მინდა მაგრასტორებს, ბრატო, თბება ხო აზე ხარ და უკვე ზაფხულის დიჟენიები რომ მოდის მაგრასტორებს. გამარჯობა. მოკლედ, ესეთი ამბებია. ბრუკლინში ვართ. ბიჭებმა გადავწყვიტეთ გავაკეთოთ საავტომობილო არხი YouTube-ზე. ძირითადი აქცენტი უფრო იქნება ტესტ დრაივებზე. და ალბათ უფრო მინი ვიდეოებებს გადავიღებთ, შევეცდებით. პირველი წამოწყებაა. არანაირი გამოცდილება არ მქონია მსგავსი. არც ვიდეო გადაღებებზე, არც ვიდეო ედიტინგზე. ამიტომ ყველანაირად შევეცდებით, რომ კარგი ვიდეოები შევქმნათ. პირველი გეგმა არის ესეთი, რომ საკუთარი პერსონალური მანქანებით დავიწყოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ საინტერესო მანქანებია, საქართველოში პოპულარული, ყოველთვის საყვარელი მანქანებია, ასე ვთქვათ. მამას მოგვიანებით გაჩვენებთ. დღეს გეგმა არის, რომ ისევე ჩვენ მანქანებზე, პერსონალურ მანქანებზე ზეთი შესვაგვიწევს და ამას გავაკეთებ ჩვენი და კადრებს გადავიღებ. პირველი ვიდეოს დადებიდან კარგი იქნება თუ კომენტარებში დაწერთ რა შეასწორებდით, რისი ხილვა გინდათ ჩვენს ვიდეოებში, რა გაინტერესებთ, ასევე ხარვეზები რაც დაგვიფიქსირდება მაგაზე რომ გაგვიმოხვალოთ ყურადღება, ყველანაირ შესწორებებს მივიღებთ, გაგვიხარდება და დროა მე მგონი გაჩვენოთ რა მანქანებით გვიწევს ვიდეოების გადაღება. ესენი არის ჩვენი მანქანები. მოკლედ, BMW 540, სწოროკი, 2002 წლიანი. შემდეგი ყავს ყველასაც საყვარელი, ასე ვთქვათ, Mercedes CLS 63. უბრალოდ შეუძლებელი მანქანა არის. ყავს ჩვენი BMW. ეს არის ჩემი პირადი მანქანა. ეს CLS-ი ჩემი ძმაკაცის არის, რომელშიც მოგვიანებით გაჩვენებთ და Audi. Audi-ს უტარებთ კიდევ სერვისს. მოკლედ, დღეს გვაქვს ზეთები შეცვლის დღე. ყველას მოგვიწია. სერვისი. ეს არის მომარაგეთ ყველაფერი, გავამზადეთ. მოდი ახლა გაჩვენეთ. ეს არის მომიმარაგეთ მთელი ზეთები. ზეთები, ფილტრები, კაბინის ფილტრებიც ასევე და აქეთ ხე განახებთ რას ვშვებით Audi-ს. Audi-დან ჩამოდის კულონტი, ანტიფრიზი ასე ვთქვათ. შესაძლებელია ამაზე შეიცვლება ზეთი და ნელ-ნელა კადრებს ყველაფერს გადავიღებთ. ნამდვილ აქ არის, გიო აქ არის და შემდეგ ზეთის შესვლაზე უკვე სხვა კადრით შემოგიერთებით. მოკლედ, მანქანებზე მუშაობა მოვჭით, ძალიან გაიწევა.
რაღაც პატარა პრობლემები გამოჩნდა, ამას ელემენტარულ ზეთის შესვლაზე ვიყავით, მაგრამ რაღაცები გამოჩნდა და იმასაც მივხედეთ. დავიღალეთ, მაგრამ ეხლა შემოვედით საჭმელად, რომ ენერგიები აღვიდგინოთ და შემდეგ ცოტას ვაპირებთ, რომ გავიკატავოთ ქალაქში. მანჰეტენის კადრებს ავიღებთ და გათვალიერებინებთ, შეიძლება ზაგვარად. გვინდა როლინგ ვიდეოების გადაღება, რაღაც კაი კადრებს ავიღებთ. პირველ ვიდეოს გვინდა რომ შტაბეჭდილება მოვახდინოთ. თესლი კადრები. ხო რა. საკაიფოდ YouTube-ში შემოვა. იმა რო გააძრებია. შენი მენა 10000 subscriber-ზე რო ვავალთ, კარგი. მერე გამოსწე, დაჟე შენი სახელიც არ უნდა ვთქვა. მოკლედ. დაჟე სახელიც არ მოგმართოთ, ხო? ხო. ნოდარას მანქანას გავაკეთე, გიგოს მანქანას გააკეთა, ჩემ მანქანას გააკეთა და კაი კადრებით დაგიბრუნდებით უკვე როცა აი აქ ჩვენ საქმეებს მოვილებთ. ცოტა თუნდ შუქი გვაქვს აქ. მანქანები მოვამზადეთ, ეხლა იმას რა ვქია, CLS-ში უნდა დავქოქოთ და გავიდეთ ქალაქში. მაგამდე რაღაცა პატარა სიახლეები და იგეგმა ვუწევ. ხვალ მივდივართ რომ ეგზოსტი გავუკეთოთ CLS. უნდა წავიყვანოთ New Jersey და სანამ მოდიფიკაციას გავუკეთებთ ეგზოსტის, ეხლა მინდა რომ ესე ვთქვათ cold start-ი მოგესმენინოთ. მაგამდე სანამ upgrade-ს გავაკეთებთ, რამდენიმე საათი არ დაგვიქცევა და უბრალოდ მას მოგესმენინებთ და შემდეგ უკვე გავალთ ქალაქში. მედი. არა, მაინც ხარ. გაზი მიეცი, აბა ცოტა. 150 ფარენგეიტზე იყო. ხო. მაინც ის არის, თბილია უკვე. ძალიან მაგარია. აქეთ მეორე ნადირი. ზეთის მიდგას. მოკლედ მეგობრებო, ესე თქვა დღევანდელი ვიდეო და დღე დავასრულეთ. დილიდან ვუკეთებდით მანქანებს სერვისზე შევცვალეთ. აუდი უკვე სულად გავაკეთეთ. სხვა შორის აუზე ბევრი სხვა ისეთი გაუთვალისწინებელი დეტალი აღმოჩნდა გასაკეთებელი და მაგიტო გაიწელა დღე ძალიან. დღე შევეცადეთ რომ რაღაც ლამაზი კადრები გადაგვეღო, ცოტა გაზაობებიც იყო. არ ვიცი რა გადავიღეთ, როგორ გადავიღეთ, მაგრამ ვეცადეთ რომ კარგი კადრები გამოსულიყო და სულ ეს არის. ნუ როგორც დასაწყისში ვახსენე, აბსოლუტურად გამოცდილების გარეშე, ყველანაირი გამოცდილების გარეშე დავიწყეთ YouTube არხი. ეს იქნება პირველი ვიდეო და შემდეგი ვიდეო სავარაუდოდ იქნება test drive-ი, ვნახოთ, შევეცდებით რომ მალე დავდოთ ვიდეო.
უკვე რაღაც ნაწილი გადაღებული არის, ნაწილს მოგვიანებით გადავიღებთ. ხოლო ტესტ-დრაივამდე ავტვირთათ ამ ვიდეოს, უბრალოდ ეს იყო რაღაც საჩვენებელი, გაგეცანით, გითხარით რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და მოკლედ ეს არის ესე ვთქვათ პირველი სატესტო ვიდეო ჩვენი YouTube-ზე. ამიტომ დროებით გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ ვიდეოში და მადლობა.